ბუნებრივია რომ საზოგადოება შეშფოთებულია აი ამ ამბებით, რაც ახლა თქვენ მოყევით, სროლებით ადამიანებს სახში დახვედრით. ამავე დროს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ამით დავიწყებ, რომ ჩვენ როგორ ვთქვა, ამბებმა შეიძლება წაგულეკოს და უამრავი ამაღელვებელი ხდება ჩვენს გარშემო და ამ ეპოქაში ერის წარმატება იქნება დამოკიდებული იმაზე, ერთი მხრივ როგორ იყოს ყურადღები და ბევრი რამე გაიგოს და შეძლოს მასზე რეაგირება და მეორე მხრივ შეძლოს რომ ჩაკეტოს თავისი ემოციები ამასთან დაკავშირებით და მშვიდად გააგრძელოს საქმის კეთება. აი ამ ორივეს მთლიანობაში, ბურუსში, ინფორმაციის ნაკლებობაში, გაურკვევლობაში, რა იქნებაში მოძრაობა, სიმშვიდე და წინსვლა მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით რა იქნება და იმაზე კონტროლი, ის რისი კონტროლის შეგვიძლია იმაზე ზემოქმედება, ეს არის გადამწყვეტი უნარი, რაც თანამედროვე ადამიანებს სჭირდება და ჩვენ საზოგადოებას ამას მოგიწოდებთ, რომ მშვიდები ვიყოთ, ნეტარ არიან მშვიდნი. ხლა ამ საქმეზე გადავიდეთ. პირველ რიგში ჩვენი როგორ თქვა კამპანია და მე ავიტაცე ეს კამპანია სხვა ძალიან კარგ ადამიანებთან ერთად არის ემსახურება იმ იდეას რომ ჩვენ ვართ ერთი ხალხი, ერთი ერი ვართ, საქართველოს ხალხი ერთნი ვართ, საერთო პრობლემები, საერთო სიყვარული გვაქვს ჩვენი ქვეყნის, ერთი ქვეყანა გვაქვს და ჩვენი სირთულეები მომდინარეობს ოლიგარქიიდან, კონკრეტული ადამიანიდან, სახელმწიფოს მიწაცებისგან და ჩვენ ერთმანეთთან არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი ამ ვითარებაში. აი ეს არის მთელი იდეა ამ საკითხის და სწორად აღნიშნეთ ძალიან რომ საქართველოს თბილისი არ არის მხოლოდ და ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აზრის გაგება და იმ ადამიანების ჩართვა მთლიანად საქართველოს ბედის გადაწყვეტაში, ვისგანაც შედგება საქართველო. ვიყავით სამეგრელოში, 2 კვირა არ გასულა და ახლა ვიყავით გურიაში და ძალიან საინტერესო და ძვირფასი იყო ეს ვიზიტი. პირველ რიგში იმით დავიწყებ, აი განმასხვავებელი რა არის, ხომ ეხლა სამეგრელო ერთი ძალიან გამოკვეთილი, ძლიერი, ამაყი და განათლებული რეგიონია. გური არის ტრადიციების, ექვთიმე თაყაიშვილის სამშობლო სოფელში ვიყავით, ლიხაუში, მშობლიურ სოფელში, ნოდარ დუმბაძის და უამრავი ტრადიციის ასევე ანუ უძველესი კუთხე საქართველოსი მის და ჩვენი მრავალფეროვნება და თუნდაც გურული კრიმანჭული იმის მაჩვენებელი, რომ აი ეს ორი მხარე, რომელიც მეზობლები არიან, ძალიან განსხვავებული ხასიათით არიან და მეორე მხრივ მსგავსი პრობლემებით, მსგავსი ხედვებით და აი მოდით ეს გავაკეთოთ. ძირითადად გურიაზე ფოკუსი, თუმცა დრო და დრო შევადაროთ რაღაც განსხვავებები. 60-მდე ადამიანს შევხვდით სამ სოფელში. ნუ პირადად მე და 2 ადამიანი ვისთან ერთადაც დავდიოდი, თუმცა 12-ნი ვიყავით და გავიყავით ალბათ, რა ვიცი, რამდენიმე ასეული ადამიანი მოვიცვით. მე რა ვნახე? ესე იგი, სოფელი ლიხაური, დაბა ლაითური და სოფელი მაკვანეთი. ძალიან ესეთი რო შევაჯამო, აშკარა არის რომ ადამიანებს აღარ უნდათ სეთური, აღარ უნდათ ოლიგარქია. მაქსიმუმი ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში ქართული ოცნებისთვის მათ ყავთ 10-15% ადამიანების, ვისაც ისინი მოსწონს და ამ მომწონე ხალხშიც უმრავლესობა არის, ვისაც რაღაცა ძალიან სერიოზული კონკრეტული დახმარება აღმოუჩინეს, თქო შვილი ყავდა ადამიანს ავად და ისინი ამ მადლიერების გზნობით არიან დატვირთულები და კარგია ასეთი მადლიერება რომ აქვს. ანუ აი ამ მადლიერებით რომ შვილი გადაურჩინეს, თქვა რაღაცა ფული გადაუხდეს, თუმცა ხალხის ფულით და არა თავის ფულით. მაგრამ ნუ აი ასეთი ხედვა აქვს ადამიანს რომ შვილი გადამეჭირა და ახლა ეს პატივსენ და რაღაც, მაგრამ და ძალიან ძვირფასი. ამავე დროს მე მგონია რომ ეს ადამიანები შეხედავენ სად არის ობიექტურობა და ეს გადაწყვეტილება რომელიც რომელიღაც ჩინოვნიკმა მიიღო, არა ის იყო მისი პირადი საჩუქარი, არამედ ეს ერის ფული და იმის გამკარგველი არის და ბევრ სხვა ადამიანსაც უჭირს. დანარჩენი ადამიანები მე მოდით ახლა ცოტა სირთულეებს შევხედოთ რა სირთულეებში არიან იქაური ადამიანები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, ყურადღებას მოკლებული არიან ძალიან მნიშვნელოვნად სოფლის მეურნეობის სექტორის სპეციალისტებისგან, ეხოცებათ ღორები. მაგალითად, დილას ღორი ჯამთელია, გადის თქვა ტყეში, საღამოს მოდის კვდება. ან ღამე მოდის ჯამთელის შესახედობისა და ღამე აღარ არის. ეს ძალიან დიდი ტკივილია, უამრავი ღორი დამარხეს და ნუ მატერიალურ დანაკარგია.
ხილი ხმება და აი მთლიანად ძირიანად და როგორც ვარაუდობენ არასწორი შეწამლების ფაროსანასი ჩვენ თვალწინ და ძალიან კარგია რომ შეწამლა მოხდა იმიტომ რომ არა მარტო ფაროსანალმე რაღაც ამერიკული ჯიშის ჭია არის გავრცელებული რომელიც ნახეთ ჩვენი თვალით რომ ფოთლები შეჭმულია ხეების და როგორ ხმება იქ ხეები ნახოთ რა გამოვა ანუ კარგია რომ ეს გააკეთეს მაგრამ ფაქტია რომ ბევრი ხე გახმა და ხალხი ძალიან შეწუხებულია ამის გამო ხო ზოგი დარდობს ძალიან აი ტყემალი და აი უგემრიელესი ტყემალი მე თვითონაც მივირთვი ესე კარგი მასპინძლები არიან ყველა გეპატიჟება სახში უსაყვარლესი ადამიანები მაგრამ აი ვერს არ ვიცი სად ჩავაბარო ტყემალი ხალხი დარდობს რომ უთანაბრო არის ეს დახმარება რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურები იძლევიან ანუ ვიღაცას ეხმარებიან ახლობლობით ეხმარებიან ხა მიჭირს მე ამის გადამოწმება და დადასტურება მაგრამ ეს დარდები მოდის ადამიანებისგან და უნდობლობა რომ არის ესეც არის ადამიანების მიზეზი და პრობლემა რომლებიც არის ხელისუფლებაში რომ ვერ არწმუნებენ ადამიანებს რომ ეს ობიექტურია მათი გადაწყვეტილებები ხო ხა ერთი წამი მაპატი მაგრამ ნუ სიტუაცია პარალელურად ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ვიცით რომ ორიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ჯერ არც პოლიცია აკეთებს რაიმე განმარტებას და განცხადებას და არც საავადმყოფო სამედიცინო პერსონალი იმედი გვაქვს რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ პარალელურად მე რამდენიმე წუთის წინ გითხარით რომ ონისე ოქრიაშვილი ადამიანი რომლის მიმართაც ამ დღეებში აქტიური პროპაგანდისტული შეტევა მიმდინარეობდა ლამის ყველა პროპაგანდისტული არხის მხრიდან და მას ადანაშაულებდნენ ისეთ რაღაცაში რაც მას არც უთქვამს არც გაუფიქრებია და არც გაუკეთებია და შეიძლება ითქვას რომ ორგანიზებული სიძულვილის კამპანია სწორედ მის მიმართ იყო მიმართული ვრცელდება ვიდეო როგორ დახვდნენ მას ქუჩაში და როგორ გაუსორდნენ ფიზიკურად და ვიცით რომ მასაც აქვს დაზიანებები და საავადმყოფოში არის გადაყვანილი ვიდეო მცირეა მოკლე მაგრამ ჩანს ეს ცემის კადრები შეგვიძლია მთლიანად ვაჩვენოთ. მოკლედ ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ მეც ვერაფერს გეტყვით ვიცით რომ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ჯერჯერობით ვარყვევთ ინფორმაციას არ გვინდა რაიმე დაუზუსტებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ნუ ამ ფონზე ნიკა ძალიან რთულია რა თქმა უნდა ტყემალზე ან სხვა თემებზე ლაპარაკი აქ საუბარი არის ესე თქვენ საბაზისო ფუნდამენტურ უფლებაზე ადამიანის იყოს დაცული თავის ქვეყანაში იმ პირობებში როდესაც ერთი დღის განმავლობაში ამდენი ცუდი რამ ხდება ერთდროულად და ამის პარალელურად კიდე მთელი საპოლიციო სისტემა და მართლმსაჯულება მომართული არის რეჟიმის ძალაუფლების გამყარებისთვის და იმისთვის რომ დისკომფორტი არ შეექმნათ მათ თუნდაც რაღაც გამონათქვამების გამო და აგერ ვახოსანაია ორი კვირით არის გაამწეს ეს დღეს ციხეში ამ ფონზე განსაკუთრებით რთულია ისეთ თემებზე საუბარი რომლებზეც საუბრობთ ეხლა ჩვენ და არა და ეს თემები მნიშვნელოვანი არის ხალხი რეგიონებში სოფლად არსებული პრობლემები მცირე ქალაქების მოსახლეობის პრობლემები აი ამ თემებთან დაკავშირებით რამდენად არიან ისინი ინფორმირებულები რამდენად ადეკვატურად რეაგირებენ იმაზე რაც სიამბულის ყველაზე მთავარია უსაფრთხოება იქნება ეს თუ მათ შორის ხელოვნურად კულტივირებული სიძულვილი და ადამიანებს შორის გათიშულების ხელშეწყობა აი ძალიან მკაფიო დავინახე გურული ხასიათი ერთგვარად ეხა ძალიან დიდი სიტყვა ეხა გურული ხასიათი დავინახე თუმცა მე ბებიკო ილიკო და ილარიონი გამახსენდა ანუ ომის და სიზნელის პერიოდში მაინც იუმორი მაინც ყურადღების რაღაცაზე გადართვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის აი აჭის წმინდა გიორგის მონასტერში ეკლესიის შენობაში არის ხატი ცნობილი ფრესკა სადაც მოთვინიერებულია გველეშაპი და აი ასეთი მიდგომებია რა ანუ ეს ადამიანები კეტავენ თავის ემოციურ რაღაცა გარემოს ნაკლებად რეაგირებენ აი ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაზე რაც არის და ნუ თავის დღეურ ცხოვრებით ცხოვრობენ და ბევრი ადამიანი გეუბნება რა პირდაპირ მოდი აი ესე ვთქვათ რა ფსიქოლოგიის ენაზე რო გადავიყვანოთ და ამას მოუწოდებ ამისკენ ჩვენ საზოგადოებას რომ რაზეც ჩვენ კონტროლის მოხდენა შეგვიძლია ჩემოყარგებო იმაზე ვიდარტოთ რა თქმა უნდა ქვეყნის ბედზე არის საფიქრალი და საზრუნავი ამავე დროს იმ ფარგლებში
პირობებში ვიმოქმედოთ, როგორც რაც საზრუნავია და ვიღაცები ახლა გაბრაზდებიან გურულებზე, ჩემ თბილისელებს მიმართავ, რომ რა მოქმედებას და რაღაცას მოითხოვენ. მეორე მხრივ შევიდოთ ეხა იმ ადამიანების მდგომარეობაში, რომ ბევრ ადამიანს იქ აქვს არსებობის სიტუაცია, ანუ სერიოზული სიღარიბის სიტუაციაა, უმუშევრობა ძალიან მაღალია, ფასებს განიცდის, ადამიანმა მომიყვა, როგორ გახდა 3 ლარიანი წამალი ნელ-ნელა 16 ლარიანი და რომელიც მას ჭირდება, იმიტომ რომ სახსრები სერიოზულად აწუხებს და ეხა ასე მდგომარეობაში ადამიანი პენსია აყურის რაღაცა და ის ფიქრობს თავის საკითხებზე, მაგრამ ამავე დროს აგრძელებს მაინც ქვეყნაზე დარს და ეს გულიდან არ ამოუღია. თუმცა და აი მე ძალიან კატეგორიულად მიმართავ ჩემს საყვარელ გინდა რუსთაველის პროტესტერებს და თბილისელებს და ყველა სხვას, რომ არავინ არ გამვაქიქოთ. იმ ხალხს თავისი ცხოვრება აქვს, უყვართ საქართველო და ცდილობენ რომ გააკეთონ ის რაც შეუძლია და ჩვენს დავაფოკუსიროთ ჩვენი ყურადღება იმაზე ჩვენ რა შეგვიძლია. ვისაც პროვინც პროტესტაკეთებს და ძალიან კარგი და თქვენ შემოგროვებთ და მე თქვენთან ავარ, ამავე დროს იმ ხალხს გაუგო და ისე გავაკეთოთ რომ იმ ხალხმაც ჩართულად იგრძნოს თავის სწორად. ახლა დაუბრუნდები ისევ ესე იგი აი ამ თავისი ასე ვთქვათ გარემოში რას გრძნობ იქ ადამიანებისგან. უყვართ თავისი სამშობლო, უნდათ რომ თავის სამშობლო უკეთესად იყოს და თავისი ოჯახი უნდათ რომ უკეთესად იყოს. არ უნდათ ეს ხელისუფლების მიმტაცებელი ადამიანი, ფარული მართველი თუ როგორც გინდათ ისე დაარქვით, ამავე დროს გამოსავლის ძიებაში არიან და უჭირთ, ანუ რო ეკითხები თქვენი აზრით რა იქნება გამოსავალი და როგორ იქნება, უჭირთ და ისევ შენსკენ ატრიალებენ კითხვას, მაგრამ რაც ახლა აი ძალიან მკაფიოდ კითხვები დავინახე არის რომ პირველ რიგში ნაკლებად აქვთ ევროკავშირის იმედი და ერთი მხრივ გულდასაწყვეტია და ახლა ძალიან ჩვენ კარგი მოკავშირეები გვჭირდება და ბევრი ადამიანი ახლა პირდაპირ ამბობს რომ მოსწონს და უნდა რომ ევროკავშირი საქართველოს მეგობარი იყოს და ეს მეგობრობა გაგრძელდეს, მაგრამ ბევრი ადამიანი ამბობს რომ მათი იმედი არ აქვს და ერთგვარად იგრძნობა რომ პროპაგანდა მაგრად იმუშავა და ანუ ადამიანებს რაღაცა უცებ ხა ევროკავშირი და მაინც ერთსქესიანთა ქორწინება ამოსდის თავში რა, ანუ ძალიან სერიოზულად ხა იგრძნობა ტელევიზიის განსაკუთრებით იმედის სიწრუეების ტყვეობა. ხა ერთი მაგალითს მინდა გავიხსენო, შესანიშნავ უსაყვალესი ადამიანი მათემატიკური განათლებით რაღაცა გამოსვლის ცენტრში ნამუშევარი იქ ჩაის ფაბრიკებში რაღაცა და აი კარგი კაცი რა და ისეთი შეპყრობილი აი ამ იმებით, ანუ სიცრუე და პროპაგანდა ძალიან ძნელია და რა გჭირდება ხო რომ მოусმინო ამ ადამიანს და რადგან მას ლოგიკური აზროვნების აპარატი აქვს ძალიან აი რაღაცა ძირში კითხვები დაუსვა ისეთი, რომელიც მას დააფიქრებს, მას შენობა აქვს აგებული უკვე რაღაცა და აი დაანახვა იმ კითხვით და გამორიცხული ადამიანების წმუნების მცდელობა რომ ეს ასე არის. რამდენად ეფექტური იყო თქვენი მხრიდან მათი გადარწმუნების მცდელობები პრაქტიკულ დონეზე? ტელევიზორიდან მათთან საუბარი იმდენად ეფექტური არ არის. ერთის მხრივ ალბათ იმიტომ რომ გარკვეული საინფორმაციო ბუშტები არის, ესე ვთქვათ, იზოლირებული, სხვადასხვა იზოლირებული ბუშტის, რომელიც ერთმანეთში ვერ აღწევს. ამიტომ აქვს ამ პირდაპირ კავშირს და კომუნიკაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა. როცა თქვენ გქონდათ ამის მცდელობა, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ეს? ნახეთ გიორგი, მე საკმაოდ დიდი გამოცდილება, ანუ ნაკითხი მაქვს ამაზე და ბევრი ვიცი. ამის გაკეთება ადვილი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც ემოციურ ბმაში არის და რაღაცა ძალიან და ხედავ რომ პროპაგანდის ტყვე არის, ძალიან გულის ტკივილია და გინდა რომ იმ ადამიანს დაეხმარო და თვალის ახელაში, ასე ვთქვათ რა, მაგრამ მეორე მხრივ შენ გაქვს ჩამოყალიბებულს დასრულ გონიერ ადამიანთან არსებასთან საქმე და ყველაზე სწორი გზა ამის გაკეთების არის რომ მას საშუალება მისცე რომ დროში თვითონ მიხვდეს, მან უნდა გაიაზროს. მტკიცების მცდელობა არის კონტრპროდუქტიული. ამიტომ საუკეთესო გზა და ყველას მოგიწოდებ, ჩემო კარგებო, არის რომ მოусმინოთ ამ ადამიანებს, გაიაზროთ რატომ არის ხშირად ეს რაღაცის მტკიცება და რაღაცა აიმაში ჩაჭედო არის რომ მას პრობლემების დანახვა ეს ეშინია, ტკივა ამდენი ტკივილი და ურჩევნია დაიჯეროს ის რაღაცა პროპაგანდა, მაგრამ თვითონაც არ მოსწონს ბევრი რაღაცა და ეჭვშია და კონკრეტული ლოგიკური კითხვები დაუსვათ, ღია კითხვები დაუსვათ, არა კითხვარათი რომელიც თავდება, ანუ ეს როგორ ხდება მაგალითად, ხო? თუ ეს ასეთი ცუდია მაგალითად, ხო, ევროკავშირი, რა მიზეზი არის რომ ამ ჩვენი ქვეყნის მდიდრები, ძალაუფლების მფლობელები თავის შვილებს იქ აგზავნიან, განათლებას იქ აღებინებენ, ამდენი ქართველი იქ მიდის, ხო?
თქვათ ასეთი კითხვა მაგალითად. თუ რუსეთი ასეთი უძლეველია და ასეთი მაგარია, ხო და გვეშინია, როგორ არის ის ფაქტი, რომ 3 დღის წინ 3 დღეში დავამთავრებ ომსო და ავიღებ ყველაფერსო და აგერ 4 წელიწად ნახევარია მოსკოვში ომი მიდის, მოსკოვში ჩაუვიდათ პრობლემები, აგერ უფეთქებენ, ავიცი ხა წითელმოედანზე აღლუმს ვერ ატარებენ და ასე შემდეგ, ხო? ანუ აი ესეთ ლოგიკურ კითხვებს როცა ის ადამიანი თვითონ იფიქრებს, მაგრამ საშუალება უნდა მისცეს, რომ იმან დროში გაიაზროს ეს ამბავი. და ასევე მოსაუბრის წინაშე არის ცდუნება. შენ რა გინდა, შენ ის დაიკმაყოფილო იმ წუთში რაღაცა დაუმწკვითო და საუბარი მოიგო თუ იმ კაცს დაეხმარო და იმ ქალბატონს ადამიანს დაეხმარო, რომ ის სწორ ხედვაში დაბრუნდეს. ამიტომ მას პატივი უნდასწე მისას რატო ჩამოუყალიბდა ეს ხედვა და საშუალება მისცეს, რომ მან დროში თვითონ ჩამოიყალიბოს. ეს აზრი და ასევე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის საკუთარი თავის რწმენა და საბოლოოდ კარგი სურვილი ადამიანებისთვის. ანუ იმ წუთიერი რაღაცა გადაწყვეტილების სურვილი არის ძალიან ხშირად იმპულსებით ნაკარნახები და შენ თუ გინდა რომ ადამიანს პატივისე და კარგი გაუკეთო, უბრალოდ ფაქტები დაანახე, კითხვები დაუსვი, მშვიდად პატივი ეცი და ეს თავისთავად მოხდება და თუ არ მოხდება, ეს შენი გადასაწყვეტი არ არის. ანუ საბოლოო ჯამში ცდუნება რომ შენ ამ ერთ ადამიანთან ბევრი იმსჯელო, შენი ემოციური ენერგია დახარჯო, ისიც დაღალო და შედეგს ვერ მიაღწიო. როდესაც შენ შეგიძლია რომ მშვიდად გააგრძელო საუბარი სხვასაც დაელაპარაკო და რაც მოსახლენი ეს უნდა მოხდეს და ამის წმენა უნდა გქონდეს რომ მოხდება. სიმშვიდე არ ნეტ არ არიან მშვიდნი, ისევ ამას გავიმეორებ. ნიკა, ბოლოს რა შეგიძლია გითხრა? თავად შენი ენთუზიაზმის და იმ განწყობის გათვალისწინებით, რასაც ვისმენთ ახლა სტუდიაში, სიმართლე გითხრა, მეც მიჭირს კონცენტრირება და მაყურებელსაც, რომლებიც ძველი ცნობებს დაჭრილი ან ნაცემი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მაგრამ პოლიტიკური და მსხვილი ცვლილებების მიღწევა ის რომ ასეთი რამ არ ხდებოდეს ამ ქვეყანაში, სწორედ ასეთი გზით მიიღწევა ერთის მხრივ სწორად უკეთ ინფორმირების საზოგადოების და მეორეს მხრივ რაღაცა ტიპის რეალური ალტერნატივის ჩვენების. აი ამ ნაწილში ბოლოს რო გითხრა, ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე რა პრობლემებიც გვაქვს, გასაგებია, აღარ დავამციმებ ზედმეტად, ასე ვთქვათ, განმარტებებით სიტუაციას. თქვენ არ ხართ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ ხართ აი ამ სამოქალაქო მოძრაობის წევრი. რა როლი შეუძლია შეასრულოს, მათ შორის თუნდაც აი მოძრაობამ ერთი ხალხი, ერთი საქართველო იმ ამოცანის მიღწევაში, რაც თუნდაც გურიაში თქვენს მიერ უკვე ნანახნალა ლაპარაკებ ადამიანებში ალტერნატივის გრძნობა გააჩინოს აი იმ რეჟიმის, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების წევრების, მათ შორის ახალგაზრდების არა მარტო უსაფრთხოებას, არამედ სამწუხარო თავად აგენერირებს სიძულვილს, რომელიც შემდგომში ისეთ შედეგებში ვლინდება, რომელიც აი აგერ დღეს საღამოს გამოვლინდა ხორავას ქუჩაზე და უქრიაშვილის ცემის ფაქტში, სადაც სხვა შორის მოგვიანებ აუცილებლად ჩავთავთ ახლა საავადმყოფოზე ზუსტად, სადაც ჩანან ის ადამიანები, ვინც მას თავს ესხმიან ამავე კადრებში, რო აღარაფერი ვთქვათ, რომ სავაჭრო დაწესებულებების წინ ხდება და ვიდეო დაკვირვების ქვეშ არის ეს ყველაფერი და ნახოთ ერთი როგორი რეაქცია ექნება თავად პოლიციას და ხელისუფლებას ამ ფაქტზე. აი ამაზე რო გითხრა ორივე სიტყვა. ნახეთ, ონისეს თავდასხმა ჩემი აზრითაც აშკარად ორკესტრირებულია, მასზე იყო საუბარი, თუ არ ვწდები რომ ნოდარ დუმბაძეს რაღაცა ცუდად მოიხსენებ და არა და გამოვიკვლიე იქ შევეცადე, მეც აღფოთდი ხა და საყვარელი მწერალია და მარტო ჩემთვის კი არა, აზერბაიჯანში მაგალითად რომ მუშაობდი, აი სერიოზული მაღალი დონის ბანკირები პატივცემენ ნოდარ დუმბაძეს, რომ ბავშვობაში აქ წაკითხული და მე ბებიკო და ილიკო ილარიონი იმათ საყვარელი წიგნიც არის. აქ საუბარია რომ შეგნებ და რა უნდა აწყენინო, კაი რომ ამის გულისთვის ადამიანიც ცემო, ხო ხა არც იმის ფილოსოფიაში არ ჯდება ონის მოტრიალებული არის მისი ტექსტის და კონტექსტის. აბსოლუტურად შეგნებული ისა და ამაზე როგორ შეიძლება და საერთოდ ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა და მით უმეტეს ასეთი მიზეზით, ხო? და ახლა როგორ ვთქვა, რა დასკვნა გამომაქვს აქედან, რა. საიდან მოვდივარ პირველ რიგში და საიდან მოდის ერთი ხალხი, ერთი საქართველო, ჩვენ ჩვენი ერის მხარდამჭერები ვარ და ქართველი ერის გამაძლიერებლები და ჩვენი სახელმწიფოს, ქართული სახელმწიფოს გამაძლიერებლები და ამ გაძლიერებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ძალების ყველასი ჯანმრთელი, დემოკრატიული, რაღაცა საქართველოსთვის კეთილი მსურველი ყველა პოლიტიკური ძალის. მიუხედავად მათი მიმართულებისა, ვთქვათ, მემარჯვენე, მემარცხენე, უფრო ეროვნული, უფრო სოციალური და ასე შემდეგ.
მთავარი მე რაც შემიძლია ვთქვა, ხა ეს ხალხის გზავნილი ჩამოვიტანე კი არა, ჩემი დასკო ნამდვილი მოსმენილისგან ის არის, რომ ერთმანეთთან კინკლაობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საერთოს მოძებნა. 90% საკითხების ჩვენ გვაერთიანებს და იმ 10%-ის განსხვავებებზე და იმანის ხო ემანეს თვაზე ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრი არის აუცილებელი და თუ წარმატება უნდა ჩვენს ამ ადამიანებს როგორღაც ერთმანეთთან მუშაობა უნდა ვიპოვნოთ. მე მგონია რომ აი ახლა რასაც აკეთებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ეს ერთი მხრივ საშინელი გამოწვევა ქართველებისთვის და მეორე მხრივ ეს არის საჩუქარი. რატომ არის საჩუქარი? ჩვენ თუ ვერ ვისწავლით შემოკარგებულ ერთმანეთთან თანამშრომლობას და გაერთიანებას ვერ შევძლებთ და ერთობას რაც ჩვენ გერბზე გვიწერია, ესე იგი არც გვეკუთვნის არაფერი. ესე იგი კარგია რომ ასეთი ხალხი არსებობს და ესენი იყვნენ დაე. იმიტომ რომ თუ ეს შნო არ აგვაქვს, მაშინ როდესაც ადამიანები აღმოჩნდები და ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის ბედის ჩაბარებაზე რაღაცა პრეტენზიას ვიღაცა ვაცხადებთ, ასეთი ადამიანები ვერ მართავენ ამ ქვეყანას, ვერ შეძლებენ ხალხისთვის მომავლის მიცემას და რა თქმა უნდა ვერ შეძლებენ პუტინისა და სხვა დიქტატორებისთან ერთად მაგიდაზე დასხდომა იქნება თუ ოპონირებას თუ როგორც გინდა საქართველოს ინტერესების დაცვას აი ამ რთულ ძალიან გარემოში. მე მჯერა რომ ქართველებში არის ეს პოტენციალი, ჩვენს პოლიტიკოსებშიც არის ეს პოტენციალი და მათ გამოავლინონ ვისაც ეს შეუძლია და ვისაც არ შეუძლია ამათ ისტორია თავის პასუხს გასცემს. აი მე ამის მჯერა. ანუ ეს არის ნებისმიერ სიზნელეს ჩემო კარგო ქართველებო, ჩემო ძვირფასებო, მოვეკიდოთ როგორც საჩუქარს ღმერთის, რომ ეს არის ჩვენი გამოსტა, რომელიც უნდა ჩავაბაროთ. აი ამ გამოსტის ჩაბარების პროცესში ვართ ახლა და ეს არის ჭკუის სასწავლებელი და მოდი ვისწავლოთ.